ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის ჯერ საზოგადოებრივი აზრი უნდა მომზადეს მის შესასვლელად. ანუ ჯერ ანტიქრისტე უნდა მოვიდეს, სანამ ქრისტეს მეორე მოსვლა დაიწყება და ანტიქრისტეს მოსასვლელად დედამიწა უნდა მომზადდეს. ანუ ანტიქრისტე იქნება ყველაფერში ქრისტეს მოწინააღმდეგე, როგორც ქრისტე არის ქალწულისგან შობილი, თვითონ ქალწული, უცოდველი, როგორც ეკლესიას ასევე ყოველთვის მსგავსი ჩვენი თვინიერ ცოდვისა, აი ანტიქრისტე იქნება უგარყვნილესი ადამიანი, მძავი ქალისგან იშვება და იქნება ქრისტეს მოწინააღმდეგე. ანტიქრისტეს მოსვლას წინაპირობები ექნება, რომ დედამიწაზე შესაბამისად გარყვნილება უნდა გამრავლდეს, უზნეობა გამრავლდეს, თეთრზე შავი უნდა თქვან, შავზე თეთრი უნდა თქვან, კაცები ქალებს დაემსგავსებიან, ქალები კაცებს დაემსგავსებიან. ანუ აი ამ სიბოროტის მორევში ამოტივტივდება ანტიქრისტე. თუ ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ გარყვნილებას და მისი თანამონაწილე გავხდებით და ჩვენი საქმე მითაც წავაქეზებ და ჩავერთობთ და გავამრავლეთ მას, მეორე მოსვლა დაჩქარდება. თუ დედამიწაზე მცხოვრები მოსახლეობა შეინანებს, სინანულით იცხოვრებს, ეცდება გამოსწორებას, ცოდვების აღარ ჩადენას და ღვთისმსახურზე სიარულს, უფალი მეორე მოსვლას გადაწყვეტს. ჩვენ გვახსოვს ბიბლიაში ორი ქალაქი იყო, სოდომი და გომორი და ღმერთმა დაშაცა სოდომი და გომორი გარყვნილების გამო და გოგირდის ცეცხლი აწვიმა და ამ ქალაქების ნანგრევები მკვდარი ზღვის ფსკერზე, ამიტომ ქვია მკვდარი ზღვა, ზედთან ჩამოსული გოგირდის ხარჯი გაქვთ ესეთი მწარე და მარილიანი. გოგირდის შემცველობა ბევრი შენა. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს. აღვირახსნების მორევში ჩავერთვებით და დაჩქარდება მეორე მოსვლა. შევინანებდეთ და სწორად ვიცხოვრეთ და უბიწოთ ვიცხოვრეთ და ღვთის რჯულის აღსრულებით ვიცხოვრეთ, ერთი დაგვიფარო და კიდე გაგრძელდება დედამიწაზე ცხოვრება.